გინდა შოკოლადი? მადლობ. მსოფლიოში 10-დან 9 ადამიანს უყვარს შოკოლადი. დედა ჩემი ყოველთვის ამბობდა, ცხოვრება შოკოლადის 5 ვითაა. არასოდეს იცი, რას მიიღებ. თუმცა კაკაოს გადაშენების საფრთხე ემუქრება. 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო კაკაოს ფერმების 50%-ზე მეტი გამოუსადეგარი იქნება წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 5000 წლის ისტორიის მქონე კაკაოს მარცვალი წარმოშობით ამაზონის ტროპიკული ტყეებიდანაა და ტომები მას ღმერთების საკვებს უწოდებდნენ. თანამედროვე ეპოქაში მსოფლიო კაკაოს მარაგის დაახლოებით 80% დასავლეთ აფრიკაში იწარმოება. ტროპიკული ტყეები შემაშფოთებელი სისწრაფით შრება, ხოლო გადაზიდვისა და გადამუშავების ხანგრძლივი დამღლელი პროცესი მომხმარებლებს უკმაყოფილოს ტოვებს. პრობლემა იმაშია, თუ როგორ მოყავთ კაკაო დღეს. ამ პროცესში ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება და კაკაოს გადამუშავებისას განზავებულია. ის მარხლაც კარგავს ბევრ ბიოაქტიურ ნივთიერებას. ინოვაციური ისრაელის სტარტაპი კოკომოტო ცდილობს აღადგინოს კაკაოს მარცვალი და ამავდროულად გაახალისოს ჩვენი გემოვნური რეცეპტორები. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის საჭირო კაკაოს ხის ბუნებაში გაზრდა 6 ან 7 წლის განმავლობაში და ბოლოს მხოლოდ მარცვლის გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივი წარმოება. კოკომოტოს ქარხანა შეგიძლიათ განათავსოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ეკვატორის გარეთ, ძალიან ახლოს იმ ქარხნებთან, რომლებიც უკვე აწარმოებენ. გუგური არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში უჯრედების გაფართოებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვიცით, როგორ გავაფართოვოთ უჯრედები. ეს არის ის, რაც ვიცით. აქ ჰაიპაში მდებარე ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში პლური ეს ბიორეაქტორები იმეორებენ ბუნებრივი გარემოს პირობებს. და ეს დაახლოებით ასეა, თითქოს მეცნიერული გაკვეთილია. ჩვენ ვათავსებთ უჯრედებს ამ ჭურჭელში და შემდეგ ხდება მედიის პერფუზია. მედია არის საკვები, რაც უჯრედებს სჭირდებათ, რომ იკვებონ. როგორც ხორბალს, ჩვენ კვებავთ უჯრედებს ამ კონდიცირებული მედიის საშუალებით. იგივე ხდება ყავასთანაც. Coffee Shy არის კიდევ ერთი სტარტაპი, სადაც ეს პატენტირებული უჯრედების გამრავლების ტექნოლოგია აგრძელებს იქიდან, სადაც ბუნება ჩერდება. ჩვენი პროცესი მდგრადობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მეურნეობა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, სადაც საჭიროა უზარმაზარი რაოდენობის წყალი. სხვათა შორის თითოეული ესპრესო, რომელსაც სვამთ, მოითხოვს 140 ლიტრ წყალს, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არის გადაწყვეტა, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ ყავა დამზადდეს ისე, რომ ყველა სირთულე გვერდისავლით. არსებული ხანგრძლივი და ენერგომოხმარებადი პროცესი ასევე გვაცლის ფულს ანგარიშებიდან. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა, ყავაზე საერთო მოთხოვნა. ხოლო მიწოდების მხრივ გვაქვს პრობლემები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მძიმდება. ამიტომ მოთხოვნა იზრდება, მიწოდება მცირდება. ყავა არის სასაქონლო პროდუქტი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობაშია. სინამდვილეში ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასების უზარმაზარი ზრდა და მაღალი მერყეობა შეინიშნება. ეხლა ჩვენი ფინჯლები შეიძლება ყოველ 3 კვირაში აევსოს. ერთ სისტემაზე წელიწადში ჩვენ შევძლებთ იმდენი ყავის წარმოებას, რაც 9 მილიონზე მეტ ყავის მცენარეს უდრის. ეს ჩვენი პროდუქტია, ეს არის უჯრედებზე დაფუძნებული გამხმარი უჯრედული ყავა, რასაც აქ ხედავთ, ფხუნილის ფორმისაა. ქავის შემწვარი და მომზადებული ვარიანტები გემოვნების საკითხია და ამის დასტური ჩვენი დილის ფინჯანი ყავაა. ხო, სუნი განსხვავებულია. ხო, ეს უფრო თკბილი სუნია. მართალია. ჩემი ცხვირი მუშაობს. გარდა ამისა, ის ეხმარება ჩვენს პლანეტაზე ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დაგვისვეს იყო, აპირებ თუ არა, რომ თქვენი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს ტრადიციულ და არსებულ ყავის ფერმებს, ფერმერებს და სოფლის მეურნეობას. და პასუხი არის აბსოლუტურად არა.